მოკლედ მეგობრებო, ვაგრძელებთ ისე ლოგისტიკის ვიდეოს. დღეს ახლა მივიდივართ დიდი ღუმში. ჩვენი მეგობარი ზურა უნდა გამოვიდეს და ასევე თავისი ლამაზი 124 უნდა გამოიყვანოს, რომელიც არის 2.5 დიზელით, საკმაოდ სვეჟ მდგომარეობაში არის და ყველაფერი ავთენტური ვიყენია მანქანას. მაგასაც განახებთ, მე გადავალებთ წყალს, გავრიცხავთ. შეიძლება 1-2 კიდე სხვა მანქანაც მოვიდეს, როგორიცაა 140. ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე, ძალიან საინტერესო მომენტები გილოდებათ მეგობრებო და შეგხვდებით ჩემი კადრიდან. ნახეთ რა კაი მანქანა არის. აუ რა თესლი ხო აქ ბიჭო, M-ს 2 არის ეს მეგობრებო. და შინით არ საბოროტებს უჩვენებს, მარტო საათს უჩვენებს და სიჩქარე არის. აუ ეგ არის კლასნი ძმა. აუ კატგას. ის მე დავანახეთ სუპის. მე ხარაშო. აი ეხა გავალთ. მეგობრებო, წავალთ ახლა ისევ დომინოს პარკინგზე ავალთ. იქ გუდულის პარკინგზე არ იყო ადგილი და თან ძალიან საცობი არის. ძალიან ბევრი მანქანა იყო. გარიცხოთ ვერ მოვასწარე. მაგრამ ეგ არაფერი, წინ მიდის ეშკა, უკან მოყვება 140. 2.5 დიზელი არის ის მანქანა. მგონი არის 92-იანი მოდელი. 92 ცხენი იქ სხვათა შორის. სვეჩ, 93 ცხენია მგონი. აი. ხო და მონობლოკების დგას ჩვენაირად. 5 ცილინდრიანი არის OM-602 დრავით. კომენტარებში დაწერეთ აი 5 შეცდომის ვიდეო თუ მეგოწევათ და თუ გავაგრძელოთ გავსი რაღაცების გაკეთება. ძალიან ბევრი იდეა მაქვს რაც შეიძლება გავაკეთოთ. ეხა პედალჭი არ მიკეთია, იმიტომ რომ ლოგი არის, მაგრამ აუ მიდით რა დაიძაბეთ რა. აი მოვედით მეგობრებო, ეხა განახეთ წინა კამერიდან. ნახეთ რა ლამაზი 140 არის, იქით 124, აქეთაც 124, ჩავაყენეთ გემრიელად, ლამაზად. რა არის? აუ, მაგასაც ჩავხედავ აუცილებლად. ეს არის 4 და 2, long version-ია, აი ნახეთ პროსტა რა ლამაზია და რა სიგრძეა. ეს ხახმოს აღებავზეა თუ შეღებილი ყავთ? ზარიერა, ძალიან ლამაზია. მეთქი ესე კაი მდგომარეობაში როგორ არის თქო რა. პალეოკას უკეთებთ თუ? კი, ერთეულო დავაცა და პალეოკა და კერამიკა. ხო, კერამიკა, აი ძალიან კაია კერამიკა. გარეშე აზრი არა. ხო, გეთანხმებით. ძალიან ბევრი არის ხოლმე, როგებავენ ხოლმე და მე არც პალეოკას უკეთებენ, არც კერამიკას ძალიან მალე ერთხელ ფერს. აუ, პროსტა რა, მაგარია ბიჭო, ეგ. კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო, აბა ეს მანქანა თუ ჩვენი სემსუტი. მე ამას ავირჩევდი. ეს ყოლებო არ გეწყინოთ, მაგრამ ეს ბევრად ჯობია. ეხლა შიგნიდანაც ჩავხედავ უცბად. ორზანდით გემში. მაკაგონის საჭე, როგორც ხედავთ, ძალიან კაი მდგომარეობაში არის, შავი ყავის სალონი არის. უკან როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ადგილი არის. სკამის გათბობა აქვს. წესით ამაზე სტანდარტულად მოყოფილიყო ელექტრო. ხო, მოიჭრეთ. მაგრამ ეს ნახეთ ბიჭო, ყველა შეხედა. სად? არა, მაგარია. ძალიან კაი ხარისხი. ეს მაინტერესებს პროსტა. ორ მაგიშუშები ხო არ არის იმ შემთხვევაში? ხო. მაგიტომაც. რისოს კაცო. ეხა დავამუღავე. აი მეგობრებო, ყველაზე კაი რაღაცა რაც ამ მანქანას აქვს ჩემი აზრით. მიდი ძმა. ოპა, აუ რა ძესკა ჩენისი. ძალიან ასოეს. აი ამასაც გადასდის 90 გრადუსით 140-ზე, არ ვიცოდი თუ გადასდიოდა უკან. 19-იანი ლორისენის დისკებით. ეს არის ამერიკული ვერსია, მეგობრებო. და ეგაი რა, ეგ კაი ლამაზი ვიდეო გამოვიდა. ეხლა ამითი დრიფტს და რაღაცებს არ შემოგთავაზებთ. ხო, ეხლა მაინც მერსედესები არის. დასტოინათ უნდა იდგეს. ეხლა ლამაზ ფოტოებს გადავიღებთ რაღაცა და მე დავიშლებით. ამ მანქანას მეგობრებო უყენიე ჩემნაირი მონობლოკები ზუსტად 18-იანები და თავის ფერზე არის შეღებილი, როგორც ხედავთ, განსხვავება არის ამ მონობლოკსა და ჩემ მონობლოკს შორის. ყვითელი პაუერნიკები, რომელიც ძალიან უხდება რესტაილინგს.
სალონშიც საგახედებთ, ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, დაბალი კომპლექტაცია არის, მაგრამ სამაგიეროდ მდგომარეობა აქვს მაღალი. ტელეფონი აყენია, გასამართი არის, აქცეც ხმაქრი არის, ეს წესით ქარხმლად არის, როგორც ვიცი. ხავ, ძალიან მაგარი. აი თან ძველი მანქანის სუნი დგას, რაც უნდა იდგეს და ნებისმიერი ადამიანი რო ჩაჯდეს აქ მიხვდება თუ რას გულისხმობ რა. ძალიან და ესე მეგობრებო, კიდე შევიკრიბით აი ლამაზი მანქანებით. ისევ დომინოს პარკინგზე ვართ, ვისაც ყავთ ისე ლამაზი საინტერესო მანქანა, მეგობრებო, BMW იყოს, კიდაც არ იყოს გერმანული მანქანა, მოგწერეთ, გამოვიდეთ ხოლმე, ესე ლამაზი საღამოები მოვაწყოთ. აგე ჩაგახედებთ ახლა აქ 4-2 ძრავში. მალიაცი არ უნდა იცის მალე რა. აცია მალე და იმას ახედო. და ჩავახი მაგ. აი რა მაგარია. და ეს მანქანა მოკლედ ესე იგი როგორც გავიგე აყენია HR-ის ზამბარებზე და ასევე რომელიღაცა ბრენდი მითხრა ზურამ არ ვიცი ამორტიზატორები, მაგრამ მაინც ედება უკან საბურავი ფრთას. და ეხლა რაში არის გამოსწორება? მომ დააყენეთ თქვენს თუ გაქვს იგივე პრობლემა დააყენეთ შედარებით წვრილი საბურავები, აი ნახეთ ამაზე აყენია 245-35 მ. მე მიყენია უკან 225-35 მ. და არ ედება არანაირად, აი ამდენი კაცი არ უნდა ჩავისვა რა. და ერთ-ერთი გამოსწორება რაც მივხვდი არის ეგ, იმიტომ რომ სხვა რავი ვისაც დიდი დისკები უყენია, ვერავინ ვერ მოაგვარა ეგ პრობლემა, აი ნახეთ. ეხლა ცოტა გასაეცხიალი, მაგრამ ნავი აღარ ედება რა, 5 კაციც ყოფილი ვართ უკან და 6-იც რავი, მაგრამ არანაირად აღარ ედება. პალე რო გამოვხდებოდა ჩემ მანქანას. აი წავიდნენ მეგობრებო. ძალიან მაგარი ეს კლასი არის. ძალიან მოვლილი, ძალიან სვეჟი. ახალი შეღებილი იყო, როგორც გითხარ პატრონი. ეხა. ეგ თუ არა ბრატ, აი ეგეთი ვერც მოვა ახლოს ვერ მოვა. შანსი კომფორტშიც ვერ მოვა. ვერ მოვა, აი ეს ჯგანი გემივით, კასური, დაკონტროლე იმენა. ხება დილაგიუშ? ერთი ვახალა ხო გავიტოტალე და ახლა მეორეს ვიტოტალე. სადაიწრია ეგა სიმო? ესა? ო. ნაკასამად ხოვა 1 წლის უკან. აა, 1 წლის უკან გათხოვა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მივდივართ. კუპე იყო მეთუნუქესთან. დაკეთდა უკვე და უნდა წამოვიყვანოთ. სედანით მივდივართ. აი ესე. საბურავს დავბერავთ ეხლა და წავალთ. იბერება? იბერება. რაღაცა გავგზავნება, რა სალონი, როგორ აფუჭებს რა ამ სალონს რა, ნახეთ მეგობრებო. ამას უყურეთ პროსტა რა. ოთ ემასე. მოვედით მეგობრებო აგე. ძველი Mercedes-ი აყენია, არ ვიცი რომელი მოდელია, გავარკვევ. ეხლა მოვედით მეთუნუქესთან, გამოვიყვანოთ კუპე. დიდი ალბათობით აი აქ აყენია. ეხლა მე და გიო საუბრობდით, რომ გვინდა ისეთი რაღაცა, როგორც ჩვენს პოდკასტში ვისაუბრეთ, რომ ერთი კარგი ძველი BMW-ს ან Mercedes-ს ან ძველი მანქანის პატრონი დავპატიჟოთ ჩვენს პოდკასტზე. აი მაგას ვიძახი ახლა რა ვიდეოში. პოდკასტზე დავპატიჟოთ და ვესაუბროთ, გაგვიზიაროს თავის გამოცდილება ძველი მანქანის მოლოში, რაღაცეები და ვინმე თუ იცით, ვისაც კაი ძველი მანქანა ყავს, BMW მოვლილი ისეთი, აი ესეთი. მოგწერეთ აუცილებლად მეგობრებო და გადავიღოთ ეგეც საინტერესოს რა. ეხლა რას ვაკეთებთ აქ გიუშ? ესე იგი, ახლა ყავს ჩვენი კუპე მეთუნუქესთან, ცოტა რაღაც სამუშაოები დარჩა. ან ახლა მაგას ბარემ დამიმთავრებთ, ბარემ წავიყვანთ. ან კიდე შეიძლება წავიყვანო ქვევიდან გავრეცხო. ბარემ პოლით დავაბეშუმო რაღაც ადგილებში. იმიტომ რომ პოლზე ერთი ადგილი ის ქვევით აი ვიდეოში შესაგა. ეგ არის იმის გამო განაფუჭები რომ რაღაცაზე ეგ ბეშუმი გამონადებია. ხო. ბეშუმი ხო გაიხა. ხო. და წყალი შევიდა შიგნით. და მაგის გამო გაფუჭდა ეს ადგილი ხო და. всё. იმას ვთქვა რა ხო, ბარემ პოლს დავაბეშუმო. ბავშვი მინდოდა თლიანი ხადამოით ჩამოგება და პედაგოგისაც აი გაშავებული. კი, просто ძვირიჯდება. ძვირიჯდება და თან ახლა მაგის და არც ნერვები მაქვს მართლა რა. არა, თლიანი ხადამოით ჩამოშლა შეხვარი რა. ხო და ახლა ამ მანქანას უკანაშევ შევუსკა. ის უკანაშევ დავაყენო უნდა მართლა.
ხო რა ყოველა გიგდია ამას რა ჭირს ნახე კაიცი ხო და ეს შეხება ამის გადაგუდა და ისე მომწონს ისე ძალიან თესელია საბურავი ანახეთ მაგ საბურავი კომპანიებო ის რა რიჩები ამ საბურავით ვიყავი ერთხელ კახეთში ორჯერ ბათუმში და კიდე რავი საბურავის კომპანიებო შეგვეხმიანეთ აუცილებლად გარეკლამა კარგად გამოგვივა ძალიან ჩვენ მილიონი გამოწევი გავს დღესდღეობით ამ კონკრეტულ მომენტში ყავს 1,200,000 გამომწერი და ფოთლები შესაძლოა კი და არ არის არა ასე ქონდა ხო დავაყენე არ არის სტაილინგის და არ არის სტაილინგის ჩდება იმეებით აი შურუპირვარი თუ იცი რაღაც ესე პისტოლეტით არის და ესეთ კაფშვები და რა შვება იცი ესეთი შტერი არის და შიგნიდან ივსება ესე ტყელდება და აღარ ამოდის ეჭიდება აი კუპეზე ახლა ამაზე ეს რომ მოხსენ ხო. არ დავაყენე კუპეზე ამაზე ხო ამაზე მე არ დავაყენე ახლა იმანა სოკი ლონგიმაც ლაბავი შეცვალა ეს რომ მოხსა დაუგერმეტიკეს იმ გერმეტიკი არ იმ შეიძლება კუპეზე რომ მოხსენ მე დავაყენე შეულებრივი ხო არ არის სტაილინგის არის მეც არ არის სტაილინგის მიყენია კოტოამ მასწავლა ეგ თვითონ მოვედით ვერანტე არიცი არაფერს გარეთ ანთე რამე და ხეს ხარ ქვევით ო ყველაზე გასული სამუშაოები აი ეს ხარ ხო ვაფშე არ ყოლა ხო კი ვიდეოში ჩანს ამას ახლა დააბუშუებ ეს მინე კაია ბრატ კაია შენიერი აქ სკორი და ხო ხონდა ხო ან ეს საკუთში განახუჭები ხო აბარა იქნება თავში ყველაფერი მოგვერდა ეს კარები ეს რა აკარზე გავუგუნ ხო პატარ-პატარი ხო გავუგუნ პარე ის კაი ეს ახლა ტამპალერო იყოს ახლა სასაბარგალგებელია და ვაფშე кайფო გაჟოჭკიან და სალონი კაი ტერი გადის მაგრამ დიტეილინგი არ გაგიჭირდება შენ ჭვარ ამ ადგილას ხო ხარ ეთქო რომ გააკეთეს მე ხო მიატყეს ხო ამ ადგილას იყო დატყვი ხო შიგნით აქ რაც შემოდის ხო და ხო დიდი მაგ არა აქვს დანატყავი რა ზედა მხარეს აი მენა ეს ადგილი არის და დანატყავი და ეთქო ეგეთ ვირი გაასწორეს და ეს პარტია ხარსა ვაფშე არ უნდა ვაფშე არ უნდა ახლა ხავაზრო და ახლა რადგან უკვე გავხვალ სულ რა გაშკოპულდეს თუ და თხლა პროსტა რომ აი ესეთი რაღაცები შეავსოს ესეთი რაღაცები ამ ხელის პაკი ვაფშე არ უნდა ეს იმიტომ გავაკეთეთ ხო აქ და აქ ხო იყო ამოღული მაგის გამო იყო დაშპაგული ეს არის ახლა გავასწორეთ ამას გადავაძროთ ბავშვი ოდნავ ძალიან უნდა შპაგი დაჭირდება და всё რა ამ ხელის პაკი აღარ ედება რა შეო გასაგებია დავშე შპაკლის იქითაც ექნება ხო ცოტა გრილოსთან მარცხნე ეს სად გაკეთებული ახლა ექნება აი რა თავარია ცოტა კონდეზე თან ამას შეხედე ყვითელი შპაგლი აქვს გაკეთებული პირველ პირად ყვითელი შპაგლი არ შეიძლება იბზარება აჰა პირველ მაგავაკეთო მწვანე შპაგლი არის მე დასვა ესნა ამ ადგილას ხოთა კიდე ახლა ხო გავამბობ ესაც გავასწორებ და საბაგალკებელი ესეთი რაღაცები გაჩვენილი და ეს ახლა საბაგალკებელი აქ გაღუნული იყო ხო მახსოვს კი ეგ ღამე არ შევამჩნიეთ ესაც რომ იღუნული იყო ამასაც გამოვასწორე და რავი რანი შეო ყველაფერი გაიკეთებია თუ რატო კი საგა იყო და მიკროლოგი გამოსაცვლელი ერთ-ერთი გამოსაცვლელი თუ შესაძლებელი რავი თუ ფერში ნახავ გამოსაცვლელი ამეთ ნუ ხო მაშინ აღარ ითვლება ნიკელი ერთი წინაში ტობის იქიდან ნიკელია ცოტა გაფუჭებული სახში მაგ ორი სალი აღარ აჭირს აუ მერცედესი მოგვიწია რა ორმაგი გატარება ეს მაინც მოსაშორებელია ხო ზედმეტი რაც იქნება სულ არა ბიჭო ეს ხომ უნდა მოაშორო ხო მაგასთან სული არ მოძრე ეს იქნება მოსაიდოს ამას რომ მოაშოროს იმის პირდაპირ დაიყოს იმასაც ეს გასაგებია ახ პოც მეინაჩე მიკინცი სისტემი იუველირი ნატარეს კალიფორნია მან შეეშალა როგორ შეიძლება ყოფილს მიიღოს კამელეონია აი გავშპაკლეთ მეგობრებო ეხა წავიყვანთ გავრეცხავთ ბორბლის გარეშე წავალთ ხო ხო და შოეს არის დასერული ხო
ეგ დაგევიწყოთ. ეგ დაგჩათ. ეს რუჩნიკი არა შეწებული? დინავდა ხო? არა, მედი. მაგაზე ამოქოქ ჩემი მოხარს. ვარი მოხატია პლუს ეგარი ხო? ო, ეგა. დავარ. Fantastic. აბა რა, მასე. მაგის გარეშე რავა. ბენზინი გაკლია ძმა. დავას. ახლა შუშეთ მოამოდის. კარგად იყავი. გადავაბა. ეფრა დაშლილი ეშკა. დიახ, კუპე. ეს შუქი არ მყავს გადაღებული. როგორ ტურპლიანი ის. არა ვიცი. მაინც მაღალია, მაგრამ მაგინა ძმა, კაია. უკან კაია, წინ ცოტა წინ ცოტა მაღალია. მაგრამ მინუს რო ვისვავდი, კრილოში ვდევდი ყველა ვარიანტში და. ბიჭო, საბურავს. შენ პატარა გიყენია, მაინც ედება? საღო შენ? აი სუნი დგას მანქანაში. ეს არის სუნი თუ? კათბობა, თემები. რა ახლოს ზიხარ სანდრიკ. ყველა კარგად არის ყველაფერი. აი კაბელებს რა ერთ-ერთ მეგობრებო, მეც მეხმარები ბიჭებს აი. მოგეხმარები თვითონ. How to? Today we're going to teach you. ეს შიშტიანჩი გადაჭრა მეგობრებო ესენი და ეხა ვაერთებთ. Чезетიცი სუპერგიდია. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა მივდივართ სამრეცხაოზე. გავარეცხავთ მანქანას და გავაპრიალებთ. მერე უნდა გადავიღოთ ფოტოები. ერთ-ერთმა გამომწერმა მომწერა და შემოგთავაზა ფოტოსესია. წავალთ ლამაზ ფოტოებს გადავიღებთ რამე კაი ადგილას და შემოგთავაზებ კადრებსაც. წავით. მეგობრებო, ეხლა გავრეცხეთ და ეხლა წავალთ და გადავიღებთ ფოტოებს. თუმცა არ გადავიღოთ არ ვიცი. იმ ბიჭმა მესხათ ისა რომ მე ვიციო ადგილებიო. და რომ მივალთ ნახოთ რა. ეხლა წავალთ მეგობრებო და კაი ლამაზ ქუჩებზე გადავიღებთ რამე ფოტოებს.
გავურეცხეთ. აი მეგობრებო, მუშაობთ. ჩვენი მეგობარი Instagram-ზე გამოჩნდება მეგობრებო ამ ადამიანის. მიწერეთ თუ ფოტოსესია მოგინდებათ. ფოტოებსაც ჩავაგდებ ეხა კაცში რომ ლამაზად გამოჩნდეს. მოკლედ მეგობრებო დავაყენეთ ეხა ესე და არ გვაღებინებენ. დაიყვანეთ მეგობრებიან არა და რავი რას ვერჩით. არავის არ ვარჩენთ და პროსტა უბრალოდ ფოტოებს ვიღებთ რა. ეს არის მეგობრებო ლუკა, ჩვენი მეგობარი. აუცილებლად გამოჩნდება Instagram-ი, როგორც უკვე გითხარით და მიწერეთ მეგობრებო, თუ დაგჭირდებათ ფოტოსესია, არ არის პრობლემა. ძალიან მშვენიერი კამერით იღებს და ასევე ფოტოებსაც ჩავაგდებ და ნახავთ როგორი ხარისხის ფოტოები გამოვა და იმის და მიხედვით რა. აი ახლა კიდე გადავიდეთ ცოტა რამდენიმე კაცს და მე სხვა ლოკაციაზე გადავალ. ვისაც გაინტერესებთ, ეხლა ვართ გალერეის უკან. თაწმინდაძის დასასრულიდან უნდა შემოუხვიოთ და შემდეგ ლოკაციასაც გარახებთ. თუ მოგეწონებათ, კომენტარებში დაწერეთ აუცილებლად. ოჩახ მამი, მიდი. აბა მიდი. პირველში მამი. ურა ვასწავლე. მიდი ბოლომდე აიღე. კარგი. გაყოფა წესით. მოდი. მიდი. არა ჩაულებრივად იზო. მოდი. დავაი. აურა მაგარი მანქან. აი მან დრო გააჩეროს. აი მან გეყენოს აბა. და მარცხნივ იქნებ ხედი იყოს რამე. არჩევ მეგობრებო, ეხლა ამოვედით ძელუბანში, თბილისის. აი რაღაცა ადგილი ვნახეთ რა. მაგარი ლამაზი ადგილია და ვაფშეტა ეს მაგარი ლამაზი ადგილი აქ რო შე რო ტრაკით ამოხვიდე ვაფშე მაგარი იქნება. აუ ტრაკით მაშინ ისე იქამდე ამოხვიდე. მოვიდა მეგობრებო საბაც. ელას. დამელოდე შეჭი. გელი. მუა. ნო, რა შეიძლება რა შეიძლება. თავის იმას ხوار გაასწორებდი. ეს არ გეყენა ხო ვაფშე? არა, ისე მქონდა მიდებული. ვა, რა ძერსკია, მიდები გამოძრავით ფოთორთან. ოპა. წავიდა წინი არე. წამოვედი მართლაც და გზაში კიდე რომ ჩავეცინა. ვიცავ რა. ნელა შეშება აი ბევრი ტორკი ცუდი მაგიტო არის ბრატ ეგრევე ბუქსაობს საბაც მოვიდა მეგობრებო და რავი წესით კაი ფოტოები გამოვა და შეგვიფასეთ მე რა კომენტარებში აუცილებლად დაგვიწერეთ როგორი გამოვა ეს ძალიან ლამაზად დგას
მოკლედ მეგობრებო, აი ესე მოვედით მყართან. გადავიღეთ ძალიან კაი ფოტოები. ხო და ბატონი ლუკა მე გამოგვიზამის. აუ შეგიძლია ვიდეოში ვანახოთ რა ბარიმ რა. ძალიან მაგარი ფოტოები გამოვიდა მეგობრებო. რას მეგობრებო ფოტოები გამოვიდა. ძალიან სექსუალური. ეგარი? აუ აი მას შეხედეთ მეგობრებო. просто ეს რომ დამუშავდება მე პირველად უფრო ლამაზი გამოვა. და აი ეგ ჩავსვამ ყველაფერს. ხო და მოკლედ მეგობრებო Instagram-ზე დავდებ. Instagram-ზე დავდებ მეგობრებო ყველაფერს. ლუკას Instagram-ზეც დავდებ ყველაფერს. აღწერაში იქნება ლინკიც. ხო აი ესე ლამაზ ფონზე დაგესვიდა. მადლობა მინდა მოუხალოთ ვიდეო ჩემს. მადლობა დედა რომ გამაჩინე. დედა ტელევიზორი. და ესე მეგობრებო რა დაგეგმდებით. აი ამ ლამაზ ფონზე თქვი, აჰა. და მე გავატრიალო. ესე იგი, სცენარი თავიდან დავწერეთ. დაგეგმდებით ამ ლამაზ ფონზე. აი, ოჩახ მამი. ოჩახ მამი. ო, ვერა ბიკო.